მიმდინარეობას, როგორც მაყურებლისთვის არის ცნობილი, შუალედურ არჩევნებს 4 საერთაშორისო ორგანიზაცია და 20 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება. ცოტა ხნის წინ 4 ადგილობრივმა ორგანიზაციამ ერთობლივი ბრიფინგი ჩაატარა, მათ მიმოიხილეს ამ დრომდე კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესი, განაცხადეს, რომ აქვს ადგილი გარკვეულ დარღვევებს და როდესაც დარღვევებზე საუბრობდნენ, 3 ძირითადი მიმართულება გამოყვეს. ეს არის ამომრჩეველზე ზეწოლა, აგიტაცია და ასევე პროცედურული დარღვევები. იყო პრობლემები თვითონ საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებით, შედიოდა გარკვეული რაოდენობა და შემდგომში ნაკლები ფიქსირდებოდა. 10-მდე საჩივარია შეტანილი. უბნის თავმჯდომარემ ერთი შეკვრა საარჩევნო ბიულეტენებისა 50 ცალი საარჩევნო ბიულეტენი გადამალა, მოხდა ამ ფაქტის დაფიქსირება, იყო სატელევიზიოთაც გავიდა ეს კადრები. ვფიქრობ, რომ იმის მიუხედავად, ვთქვათ, არასამთავრობოები, დამკვირვებლები მოვითხოვთ თუ არა ამ საქმეს მიეცეს მსვლელობა, შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ ფაქტით და გამოიძიონ, ვფიქრობ, ეს სერიოზული დარღვევაც იყო და სერიოზული საფუძველი შეიძლება გახდეს იმისა, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს ამ უბანზე მიმდინარე არჩევნები. საარჩევნო უბნების დახურვამდე 3 საათზე ნაკლები რჩება. ამ დროისთვის ამომრჩეველთა 26%-მა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. რაც შეეხება დარღვევებს, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში განგვიცხადეს,